აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ქალაქ თბილისის საკრებულოში ჟურნალ იალქნის აფხაზური ზღაპრების კრებულის ნუშა და ანუშა პრეზენტაცია გაიმართა. კრებულმა პირველად მოუყარა თავი როგორც კლასიკოსი აფხაზი პოეტებისა და მწერლების ფოლკლორის ცნობილ ზღაპრებს, მითებსა და ლეგენდებს, ასევე თანამედროვე ავტორთა გამორჩეულ ნაწარმოებებს, რაც სიახლეა ქართულ სალიტერატურო სივრცეში. წიგნო რამე ახალი აფხაზურად მიამბე. ამ სახელწოდებით აუდიტორია იალქნის ახალ პროექტსაც და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ გამოცემულ კიდევ ერთი წიგნის მიხედვით ზღაპრები აფხაზეთზე შექმნილ ზღაპრების აუდიო ვერსიას გაეცნო. სალომე კაპანაძის ამ წიგნს მიმდინარე წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიენიჭა. შევიკრიბეთ და ძალიან საყვარელმა ამბავმა გაგვაერთიანა. პრინციპში ეს არის პირველად საქართველოში ესეც სრულყოფილი სახით წარმოდგენილი ანთოლოგია, რომელშიც არის შეყვანილი 30 აფხაზი მწერლის 80-ზე მეტი ნამუშევარი და ძალიან მიხარია, რომ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და იალქნის რედაქციის მეშვეობით და დახმარებით ეს პროექტი განხორციელდა. ასეთი პროექტი მე სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მახსენდება, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ ცალკეულად ითარგმნებოდა აფხაზი მწერლები ცალ-ცალკე, მაგრამ ასე ერთად თავი მოეყაროს და ერთ კრებულში მოეყაროს თავი ამას ყველაფერს, ეს ნამდვილად არ მახსენდება. ზღაპრები აფხაზეთზე, ესეც სააგენტოს დახმარებით გამოიცა, პრემიერებულია იაკობ გოგებაშვილის პრემიით. ჩვენ უკვე საუბრებთ იმაზე, რომ შეიძლება მულტფილმადაც გადავაქციოთ ეს ყველაფერი, ვინაიდან ძალიან კომფორტული საშუალება იქნება იმისათვის, რომ აფხაზებამდე მიაღწიოს. ეს პროექტი ნამდვილად ექსკლუზივია ქართულ პერიოდი, ქართულ ლიტერატურაში, იმიტომ რომ სხვა პროექტი ქართულ აფხაზური და ანთოლოგია, საბავშვო ლიტერატურის ანთოლოგია, სადაც გაერთიანდა 36 ავტორის 90-ზე მეტი ნაწარმოები, აფხაზი ავტორის. და მას დავარქვით ანთოლოგია, იმიტომ რომ აქ მარტო მოთხრობა და ზღაპარი არ გაერთიანდა, აქ არის მითი, ლეგენდა, თქმულება, ლექსი და ზღაპარი თავისთავად.